გაყალბებული დოკუმენტებით აგებული კორპუსი და მოქალაქეები, რომლებიც მოატყვეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 18 სართულიანი კორპუსი ბეჯანიშვილის ქუჩაზე ყველანაირი ნორმის და რეგულაციის გარეშე აშენდა და შენობის ექსპლუატაციაში შესulis შემდეგ მათი ყოფა გაუსაძლისი გახდება. მოქალაქეებს დღეს ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი შეხვდნენ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კორპუსის მშენებლები კახა კალაძესთან დაახლოებული პირები არიან. თამარ დემეტრაშვილმა უფრო მეტი იცის ამ ამბის შესახებ. თამარ გისმენთ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მოტყუებულები არიან მშენებელმა კომპანიამ გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მოახერხა ჯერ განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღება, შემდეგ კი უკვე სამშენებლო ნებართვის მოპოვება. ამ ეტაპისთვის საცხოვრებელი კორპუსი არის დასრულებული, 18 სართულიანია, მას შემდეგ კი რაც აქ უკვე შესახლდებიან ბინების მფლობელები, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ ლელო საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. მისი განცხადებით ეს კორპუსი არის ტიპიური მაგალითი კორუფციისა და მისი ინფორმაციით მშენებლობა და აღნიშნული კორპუსი ააშენა კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა სამტრედიაში ავთო თევზაძემ და ავთო თევზაძემ, ასევე პაატა ნუცუბიძემ და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს შენობა არის კანონდარღვევით და კორუფციის გზით აშენებული. შემოვიდნენ აქ ყოფილი ერთი უშიშროების მაღალჩინოსანი იყო პაატა ნუცუბიძე, მეორე ავთო თევზაძე იყო ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი. და მე რაღაც გარკვეული პერიოდი კახა კალაძე შტაბის უფროსი იყო რომელიღაც არჩევნებზე. და ეს ხალხი შემოვიდა აქ, ვიღაცამ შემოიყვანა, ძველი რაღაც საბუთები ჩაიგდეს ხელში, ადრე ვიღაც რაღაცას აკეთებდა. მოათაფლინეს ეს დანარჩენი მოსახლეობა, რომ აი აქ მალე აშენდება კარგი სერიოზული რაღაცა სახლები და ყველას იქ გადაგიყვანთ და მოაწერინეს ხელი ზოგს ნაღდათ მოაწერინეს, ზოგს მოტყუები, ზოგი საერთოდ გააყალბეს. ცხოვრობ უკვე რამდენი წელი ასეთ განგრეულ სახლში. და იმედით ვიყავით, რომ აი აშენდება, შევციცინებდით. სხვანაირად რო გითხრა, შევციცინებდით, რომ გახდებოდა 12 სართული და ჩვენც უნდა გადავსულიყავ. ახლა გვეუბნები, მე მასეთი პირობა არ მithქვია თქვენთვის, რომ თქვენც უნდა გადახვიდეთ. ეხლა რო ავაშენებ იქ რო ავაშენებ, ან აი ეს კორპუსი უნდა აიღოს, მეათე კორპუსი, ან ჩვენ წინ კორპუსია, ის უნდა აიღოს და იქ უნდა გადაგვიყვანოს. არ ვიცი რამდენად მართალია. გადაგვიყვანს კი, იქაც ეგეც არ ვიცი. მოგატყუეს ამაზე გამოდის. აბა, მასე გამოდის, შვილო. მოტყუებულები დავჭით ჩვენ თორე თვითონ გიწამოჭიმას და გაყიდულია ყველა ბინა. სად შემიყვანს მე ვისუტრა, გამოდი მე უნდა შევიდე. მას შემდეგ რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით გამოაშკარავდა კრიმინალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც ცხადია, რომ ამხანაგობათა კრების ოქმები შედგა უკანონოდ. 2019 წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, მათ შორის შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის, ანუ 4 წლის წინ გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხაკალაძე ყველაზე კორუფციონერი მერი დედაქალაქში ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს, ლახავს ყოველდღიურად თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს. ვისაც რამე კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ღორობს კალაძე ქალაქში და როგორ უყურებს ამ ქალაქს, როგორც საშო ვარს მარტო და მეც არაფერს აგერ მოვიდეს, ნებისმიერი კეთილი ინებოს და ნახოს ეს, რომ ავარიულ სახს რო ზემოდან, ეს პირდაპირ ზემოდან აქ დადგმული და ქართული ოცნების ყველა მხარდამჭერს უსურვებ, რომ აი ესეც სახში ცხოვრობდნენ თვითონ, რომ ზემოდან დაადგან ასეთი უშველებელი 16 სართულიანი კორპუსი. აი ეს 1 მეტრში მოადგან პირდაპირ. აი ეს არის კალაძის და მისი გაუმაძღარი კლანის ღორობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიმუში. აი ეს ღორობა, ეს მექრთამეობა უნდა დავასრულოთ ზუსტად 4 ოქტომბერს. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მსგავსი კანონდარღვევით გაფორმებული და გაცემული ნებართვების გაუქმდება და დამნაშავეები კი პასუხს აგებენ.